გამარჯობა დავბრუნდი, არც ძალიან გვიან და არც ძალიან ადრე წინა ვიდეოსთან შედარებით. წინა ვიდეოს რომ ვუყურე, გამოვიდა ისე რომ ცოტა რაღაც გადარბენასავით გამოგდის, იმიტომ რომ ფაქტობრივად გადავდიოდი დარკინებზე და იმდენად შორს არის ამ ტაიმლაინიდან, რომ მეთქი ცოტა უფრო მეტად ხო არ ჩავშალოთ. თან რაღაც ერთი შეცდომა გამეყარა, რომელიც კომენტარებში აღნიშნა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის. ეგ ჩემთვის იმის мотиваცია იყო, რომ ახიდან წამეკითხა ყველაფერი და უფრო მეტიც და ყველაფერი კარგად გამეხსენებინა და მარტო ჩემს რაღაც მეხსიერებაზე არ ყოფილიყავი დამოკიდებული, ანუ რაც მახსოვდა მარტო ეგ არ მომეყოლა რა, უფრო მეტად ფაქტები. დღეს ამიტომ ვისაუბრებ ფრელიორდზე და სამიდის ომზე. კიდევ მინდოდა რომ დასავლეთისკენ მიგრაციაზეც მესაუბრა, რაც ამ ეტაპებს მოყვება ამ ტაიმლაინში, უბრალოდ იმდენად მასიური იყო დასავლეთისკენ მიგრაცია, რომ ძალიან გრძელი ვიდეო გამოვიდოდა და მე მგონი რომ შეიძლება გაგეხალისოთ გრძელი ვიდეოს ყურება, ამიტომ ვფიქრობ რომ დასავლეთისკენ მიგრაციაზე ერთი ცალკე ვიდეო შეიძლება ჩავწერო. ეხლა დავიწყოთ ფრელიორდით. ფრელიორდის ისტორია 1000 წლების განმავლობაში იწერებოდა რა, ძალიან დიდი ისტორია აქვს ფრელიორდის, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ტერიტორიული ერთეული არის, სადაც ხალხი ცხოვრობდა. მოკლედ, საიდან იწყება და იწყება, როდესაც Broken Mountain-ის ძირას დასახლდნენ ხალხი, რომლებიც იყვნენ ორნის მიმდევრები. და მათი ერთ-ერთი, საარსებო, ასე ვთქვათ, და მიზანიც და რითიც ცხოვრობდნენ, ეს იყო რაღაც ხელსაწყოების და იარაღების გამოჭედვა და ამით თან ცდილობდნენ რომ პატივი მიაგოთ ორნისთვის და თან ცდილობდნენ რომ მისი სრულყოფილებისთვის მიეღწიათ. ანუ ეს ორნი იყო ნახევარღმერთი. ან ვინც თამაშობთ ეს პერსონაჟები, ანუ რასაც დავასახელებ, ანუ უეჭველი ძალიან ბევრი გეცნობათ რა. უბრალოდ ისტორიები შეიძლება სიღრმისეულად არ იცით და ვინც არ თამაშობთ და ისე უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მე მგონი ჯობია რომ დაიწყოთ რა თამაში, იმიტომ რომ პერსონაჟები თვითონ თქვენთანაც დაგამახსოვრდებათ, იმიტომ რომ ესე უბრალოდ მოსმენით და ერთი-ორჯერ სახელის გაგონებით შეიძლება კარგად არ დაგამახსოვრდეთ. ამიტომ ჯობია რომ დაიწყოთ უკვე თამაში რა. აქვე შეგვიძლია ბარემ გავიხსენოთ, ანუ ვინცაც გითამაშიათ ლიგა და ორნი ან თქვენ გუნდში ყოფილა, ან თქვენ გითამაშიათ ორნით, აი რო ჭედავს იარაღებს, ანუ ნახე აითემების ყიდვა ხო გჭირდება თამაში. და როგორც წესი ჩვენ ვრუნდებით ხოლმე ბაზაზე, რომ აითემი ვიყიდოთ. და ორნის თუ გითამაშიათ, მიხვდებოდით, რომ ანუ არ გჭირდებათ აითემების ყიდვა და მეფისნების მიერ ადგილზე სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან შეგიძლიათ რომ აითემი იყიდოთ და გარდა ამისა, თუ თქვენს თიმში არის, ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ თქვენს ყველას გეძლევათ საშუალება, რომ მეფის ნებისმიერ ადგილას ბაზაზე დაბრუნების გარეშე იყიდოთ აითემი. აქვე შეგვიძლია ესეთი კავშირი დავინახოთ ლორს და თამას შორის. მოკლედ, დროის დაახლოებით ამ მონაკვეთში დაიბადნენ სამი დები. თუ სამი დაიბადნენ სამი დები? დაიბადა სამი და ავაროსა, სერიელდა და ლისანდრა. ეს დები რო დაიბადნენ, იზრდებოდნენ ისეთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველას ჰქონდა რაღაც მაგიური ძალა. და გადაწყვიტეს, რომ დაემორჩილებინათ ეს მაგიური ძალა. გადანაწილდნენ და სერიელდამ ზეცის დამორჩილება განიზრახა და ხმა დაკარგა. ავაროსამ მიწის ქვეშოთ ის დაპყრობა გადაწყვიტა და მისი სიცარიერისგან დაყროვდა. ლისანდრამ გადაწყვიტა, რომ ნახევარღმერთების ძალაც კი დაემორჩილებინა. ანუ ეს ცოტა უფრო მაღალ ლეველზე ავიდა, ხვდებით, ანუ რაღაც თვითონ ნახევარღმერთების მაგიის და ძალაუფლების დამორჩილება სცადა. დების ასეთი სითავხედის გამო განრისხდა ერთ-ერთი ნახევარღმერთი ვოლიბიარი და გადაწყვიტა, რომ დაესაჯა დები. მივიდა თავის ძმასთან, ორნთან. აქედანვე შეგვიძლია უკვე ვიცოდეთ, რომ ვოლიბიარი და ორნი არიან ძმები. გაირკვა ეს ფაქტიც. და სთხოვა, რომ ამ ომისთვის დახმარება გაეწია, გამოეჭდა ეს ხელსაწყოები და იარაღები თავისი არმიისთვის, ანუ ურსინებისთვის, ანუ ურსინები არიან დათვ ადამიანები, ხო? რაღაც ერთ-ერთი სახეობა არის და ვოლიბიერიც დათვ ადამიანია და მოკლედ ურსინებისთვის სთხოვა, რომ გამოეჭდა იარაღები. ორნი იყო წინააღმდეგი, ვინაიდან მისი რაღაც სასტიკი მეთოდები არ მოსწონდა ბრძოლის და უარი უთხრა, რადგან ვოლიბიარი განრისხდა. ძმებს შორის რაღაც სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლაში ორნი დამარცხდა. არ მოუკლავს, მაგრამ სახელი დაწყევლა ორნის და ორნის არმია თითქმის სრულად ამოხოცა. აქედან შემდეგ უკვე ძალიან გაბრაზებული და ძალიან გაცეცხლებული ვოლიბიარი მიადგა დებს, ლისანდრას დაესხა თავს და თავისივე არმიის წინაშე თვალები დასთხარა და დააბრმავა. და სწორედ დაბრმავების შემდეგ
აი წინა ვიდეოშიც ვახსენე, აი ხო იცით რომ ერთ შეგრძნებას რო კარგავთ და სხვები რო გიმძაფრდებათ, ხო, ეგრე მოხდა, რაღაც dream walking-ს რაღაც ეგრე მიმართა ამ ხერხს ლისანდრამ, რის მეშვეობითაც დაუკავშირდა ვოჩერებს და მატერიალურ სამყაროში გონების გზით შემოღწევა შეძლეს ვოჩერებმა. თავისი დებისგან მალულად ლისანდრამ დადოშა თანხმება ვოჩერებთან, რომ ვოჩერები ლისანდრას და მის დებს მისცემდნენ უკვდავებასთან მიახლოვებულ შესაძლებლობებს და სანაცვლოდ უნდა ასე ვთქვათ, უნდა ჰქონოდათ ადგილი, როდესაც ვოიდიდან ჩამოვიდოდნენ დედამიწაზე. და სწორედ ამ ახალ მიღებული ძალით გააერთიანეს ფრელიორდი დებმა და დაიწყეს ომი ნახევარ ღმერთების წინააღმდეგ. ხო, ფრელიორდის გაერთიანების ამბავი ეს იყო და დები რომ მართავენ ამ ფრელიორდს საიდან და რატო როგორ და რანაირად ეგეც უკვე გავიგეთ, მაგრამ პატარა ბონუს ინფოს თქვა მინდოდა აქ. არ არის ეს დადასტურებული ინფორმაცია რომ მაინც და მაინც დებმა სთხოვეს, მაგრამ ორნს სთხოვეს რაღაც ლეგენდის თანახმად, რომ უფსკროლის თავზე აეგო ხიდი, რომლის თავზეც შემდგომ აშენებდნენ ციხესიმაგრეს. და ეს ციხესიმაგრე და ეს ხიდი უпростоრად სჭირდებოდა თურმე იმისთვის, როდესაც ვოიდიდან ჩამოვიდოდნენ ვოჩერები, ამ ხიდის მეშვეობით უფსკროლში ჩასულიყვნენ და იქ ჩაემარხათ შემდგომ ეს ვოჩერები დებს. ამასობაში ჩვენ გვყავს ივერნი, რომელიც წეღან გაკვრით ვახსენე, შეიძლება ყურადღება არც მიაქციეთ, რომელიც არის ფრელიორდელი მეამბოხე. ფოტოს კი დაუბრთავ და მეამბოხეს საერთოდ არ გავს. მან ესე იგი თავისი რაზმის შეკრება, ანუ ის ნახევარ ღმერთების მხარდამჭერი იყო, როგორც გითხარით, შესაბამისად და ასევე დების მმართველობის რაღაც სისტემა არ მოსწონდა. ამიტომ გადაწყვიტა რომ რამე ეღონა თვითონ არ შესწევდა ნუ ხა იმის ძალა რომ დაემარცხებინა მარტოს, თან უზრუნველზე არმია ჰყავდათ. ამიტომ მისი თანამოაზროების შეკრება ზღვას გადავიდა. ეხლა გაჩვენებთ. ხო, ეხლა გაჩვენებთ, ნახეთ, ეს არის მოკლედ რუნეტერას რუკა. ხო, მთლიანი მეფი. აქ გვაქვს ჩვენი ფრელიორდი, აი აქ. აგერ აქ არის თან ის სასახლეს, წეღან რასაც ვამბობდით, ეს ციტადელი ლისანდრასი, რომელსაც კიდევ ერთხელ შევეხებით, სამიდის ომს რომ მოვყვები. და ფრელიორდიდან მოკლედ ეს ივერნი ადგა, მოვიდა, გადაცურა ზღვა და ჩამოვიდა აიონიაში. Okay? ეს აიონია. აგერ აიონიაში რომ ჩამოვიდნენ, აქ დახვდათ ხე ტირიფი, რომელსაც იცავდნენ სხვა ხეები. და ანუ გადაწყვიტა ივერნმა რომ რადგან არ ემორჩილებოდა მას, ასე ვთქვათ, და გადაწყვიტა რომ დამორჩილების მიზნით ეს ხე უნდა მოეჭრა. ჯერ მისი მცველები ამოხოცეს და შემდგომ ეს ხე მოჭრეს თვითონ და ხის მოჭრის მომენტში თავად გადაიქცა ამ ხე ტირიფად და მერე გახდა უკვე მწვანე მამა. ეს იყო მოკლედ ფრელიორდზე თავისი ინფორმაცია და პატარა ბონუს ინფო და ახლა შეგვიძლია რომ უკვე გადავიდეთ უშუალოდ სამიდის ომზე. მას შემდეგ რაც დებმა ჩრდილოეთის ნახევარ ღმერთები დაამარცხეს, ცოტა შეიცვალა მათი წარმოდგენები. ავაროსამ და სერილდამ იფიქრეს რომ რაღაც სახიფათო იყო ლისანდრას მიერ ჩაფიქრებული გეგმა და ვოჩერებთან დამყარებული კავშირი. ანუ ამ დასკვნებს იქიდან აკეთებდნენ რომ ვოჩერების გავლენით ფრელიორდის ანუ რაღაც ბუნებაც კი შეიცვალა, რაც უფრო ბნელი გახდა. ანუ წარმოიდგინეთ ჯერ ხო ისაც როგორი ბნელი იქნებოდა, რაღაც გამყინვარება არის და მთებში ხარ და ნუ კატასტროფა ამინდი არის და ამათი გავლენით ანუ უფრო მეტად დაბნელდაცა, ქარები კიდევ უფრო მეტად მყინვარე და საშინელი გახდა. და ნუ რახან უკვე თვალით ხილული იყო ეს ამბები. აქედან გამომდინარე გააკეთეს ასე ვთქვათ, გააკეთეს ეს დასკვნა დებმა, რომ საშიში იყო ვოჩერებთან დადებული გარიგება. ოდესღაც ეს ერთიანი ტომები, ანუ გაიყვნენ ორ ნაწილად, სერილდას და ავაროსას მხარდამჭერებად და ლისანდრას მხარდამჭერებად. გადაწყვიტეს სერილდამ და ავაროსამ, რომ შეეკრიბათ თავიანთი არმია და გაელაშქრათ ლისანდრას წინააღმდეგ, მის ციტადელთან მივიდნენ. ბრძოლა მიმდინარეობდა იმ ხიდთან, რომელიც ვთქვით, რომ ორმა ააგო და სწორედ ამ დროს მოხდა კატასტროფა და ვოჩერებმა დაიწყეს მატერიალიზება, ანუ
ჩვენს რუნეტერას სამყაროში გადმოსვლა. ანუ ეს არ ამქვეყნიური არსებები რომ გადმოდიოდნენ ჩვენს სამყაროში და რომ დაინახა ლისანდრამ უკვე ფიზიკურად, მე რეღა მივხვდა, ისუს ბოლოს მე რეღა მივხვდა, რა საშინელებას ჩადიოდა, ასე ვთქვათ და რა საშინელების მოტანა შეეძლო ამ არსებებს ჩვენი სამყაროსთვის და ამიტომ უკიდურეს ზომებს მიმართა, რომ პლანეტა გადაერჩინა. მას არ ყოფნიდა თავისი საკუთარი ძალა რომ დაემარცხებინა ეს ვოჩერები, ამიტომაც სხვისი ძალებიც სჭირდებოდა და ამ შემთხვევაში მისი მსხვერპლნი გახდნენ იეტები. და იეტებს თავიანთი მთელი მაგია ამოწურა, თუმცა გამოაცალა მოკლედ თავისთვის, ანუ შეიზრუტა, ასე ვთქვათ, იეტების მთელი მაგია, რის გამოც ეს ჭკვიანი არსებები გახდნენ უბრალოდ ველურები. და აქვე აღნიშნავ, რომ იეტები ერთადერთი არსებები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ true eyes შექმნა, ხო? ნამდვილი ყინულის შექმნა. და როდესაც ლისანდრამ მათი მაგია მოიპარა, თავიანთ ძველ ფორმას დაუბრუნდნენ, რაღაც ველურ ფორმას, რომელიც ცნობილი არის Wild Yeti-ის სახელით, ხო? ერთ-ერთი იეტი, აი ვინც თამაშობს მაგალითად თქვენ გეცოდინებათ, ეს არის ვილუმპი, რომელიც შემდგომ ნუნუმ დაიმეგობრა და თამაში ერთად ხედავთ ამ ორ პერსონაჟს, ხო? ნუნუს როცა ვირჩევთ, ნუნუ და ვილუმპი ერთად არიან. და ამოზარმაზარი ენერგიით უკვე ვოჩერების გამოკეტვა true eyes-ში შეძლო, ხო? ანუ იმისთვის სჭირდებოდა ეს მაგია, რომ გამოეძალა, რომ თვითონ შეექმნა შემდგომ უკვე ეს true eyes და ვოჩერები გამოეკეტა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მაგიით, ანუ მათ ვერც გამოკეტავდა, ვერც დაამარცხებდა. ვოჩერები გაიჭედნენ ფიზიკურ სამყაროსა და ვოიდს შორის ამ უბსკროლში. ლისანდრა გადარჩა, მაგრამ ამ საიდუმლოს მცველი გახდა, იმიტომ რომ ეს ფრელიორდიდან გარეთ არ გასულა და ანუ ფაქტობრივად საიდუმლოს მცველიც გახდა და სამყაროს მცველიც. და ამ საიდუმლოს იმიტომ ინახავდა, რომ ვინმეს შემთხვევით რამე არ გადატრიალებოდა თავში, უღმართ თავში, ასე ვთქვათ, ვისაც ეგ უნდა მოუნდეს და ვოჩერები არ გაენთავისუფლებინა. და სანამ გაყინავდნენ მოკლედ ბლა 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 და მოახერხეს ვოჩერებმა და შექმნეს პირველი პროტოტიპები ვოიდბორნების, ანუ უბსკრულშობილების, ხო, რავი, ვოიდბორნების რა მოკლედ, რომლებიც ანუ არიან ფაქტობრივად, რავი, მონსტრები რა. და ერთ-ერთი ვოიდბორნი, რომელიც ჩვენ ვიცით არის მაგალითად ველკოზი. თვითონ მოიდე უკვე გავიგეთ, რასაც ნიშნავს, ეს ნიშნავს უბრალოდ ჩვენი სამყაროს მიღმა არსებულ სიცარიელეს, სადაც ანუ არაფერი არ არსებობს, ხო, უბრალოდ სიცარიელეში დალივლივებენ რაღაც უზარმაზარი არსებები. და ეს არსებები არიან ვოჩერები. კიდევ ასევე გამოვიყენეთ ტერმინი ვოიდბორნი, ასევე ვოიდრიფტი. ვოიდრიფტი არის ანუ ნატეხი, ხო, რაღაც ანუ პორტალი, პორტალი არის, რომელიც შექმნეს ვოჩერებმა ჩვენს რეალურ სამყაროში გადმოსასვლელად. და ვოიდბორნები არიან ის არსებები, რომლებიც შექმნეს ვოჩერებმა და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, არიან ბიოლოგიური იარაღები. ვოჩერების მთავარი მიზანი არის არარსებობა. ანუ რაც არსებობს, რომ ყველაფერი გაქრეს და ისევ თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას, არარსებობას და სიბნელეში ლիვლივს დაუბრუნდნენ. ანუ ჩვენ ვართ მათი შემაწუხებლები და არ უნდა ვარსებობდეთ, მათ ისევ ლივლივი ურჩევნიათ, სრულ ანუ ამ ქაოსს ურჩევიათ არარსებობა და ამიტომ ყველაფრის განადგურება სურთ. ხო, და ანუ ეს სინათლე, ხმაური რაც არსებობს და ჩვენი სამყაროდან მათთან მიდის, ეს არის უბრალოდ მათთვის თავის ტკივილი და შემაწუხებელი, ხო? ვოიდბორნები არიან ის არსებები და ბიოლოგიური იარაღები, რომლებიც ვოჩერებმა ჩვენთან გამოგზავნეს, რომ შიგნიდან შეისწავლონ და საბოლოო განადგურებისთვის მოემზადონ. ყველა ვოიდბორნს აქვს თავისი დანიშნულება. ველკოზი მაგალითად არის არსება, რომლის მიზანი არის ანალიტიკა, ყველაფერი შეისწავლოს და დაშალოს. კაზიქსი არის არსება, რომელიც სხვა არსებებს ჭამს, რათა მათი ძალა აითვისოს თვითონ, ანუ უფრო ევოლუციის სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ კაზიქსი.
ჯოგატი თამაშთანაც აქაც შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, იმიტომ რომ თამაში ჯოგატი ხო იზრდება ხოლმე მოცულობაში. და რეალურად ლორშიც ეგ არის ჯოგატის მიზანი, რომ რეალურად გაიზარდოს ზომაში უსასრულოდ, მანამ სანამ ამ სამყაროს არ გადაყლაპოს. რექსაი არის ტერიტორიული მტაცებელი, რომელიც ქმნის გვირაბებს, რომ უფსკრულის ძალებმა შეძლონ გადაადგილება. The Freljord, a frozen, desolate place. War is coming to the Freljord. The Avarosen, the largest and strongest of the tribes. Led by Ash, they seek peaceful unification. The Winter's Claw, the most warlike and brutal of the tribes. Led by Sejuani, they think peace is another word for weakness. Sejuani has sworn to purge this weakness. Through war, the Freljord will be purified. Far in the north, the peaceful Frostguard protect Freljord's ancient secrets. Or so the world believes. In truth, the Frostguard protect me, Lysandra. While others bicker, we prepare. When the time is right, we will strike. They cannot withstand us. They are only human. And when the war is over, the world, our world, will be reborn in ice. სულად იყო დავასრულე დღეისთვის. რისი მოყოლაც მინდოდა, დასავლეთისკენ მიგრაციას აქ ფიზიკურად ვეღარ ჩავატებ, მაგრამ გპირდებით, რომ ვეცდები მალე დავდო ვიდეო. ის მესამე ვიდეოც მალე დავდო და თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ დამიწეროთ როგორ გირჩევიათ ესეთი გრძელი ვიდეოები გადავიღოთ ცოტა უფრო დეტალურად თუ მაგალითად მოკლედ გადავირბინოთ ამ ტაიმლაინზე და პერსონაჟების ბექსტორები უფრო გირჩევიათ მე მგონი ესე ჯობია როგორც ვაკეთებთ იმიტომ რომ სამყაროს ისტორიაც საკმაოდ საინტერესო არის ძალიან გამიწელა დამშვიდობება პირდაპირ ფრთის შეუკვევს პაკა კაც